სალამით, როგორ ხართ ძვირფასებო? როგორ გიკითხოთ, მოვედით. ცოტა გვიან, მაგრამ არა უშავს, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. რაშვებით, როგორ ხართ? ხო, რამდენიმე დღეა არ მოსულ ვარ და არ მისაუბრია თქვენთან. ეხლა არის ჩემთან საღამოს 9 წუთებია. დღეს არის 19 ივნისი, სადაც არის ეს თვე დამთავრდება და მე ძალიან მიხარია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დროის გაყვანაზე ვარ, მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად გავიდეს თვეები და წლები, რომ მალე დავუბრუნდე ჩემს სამშობლოს და დავუბრუნდე ჩემს მეგობრებს. ვერ ვიტყვი ოჯახის წევრებს ვერაფერს, იმიტომ რომ ოჯახის წევრები სამწუხაროდ იცით რომ აღარ მყავს ერთი ძმის გარდა. ძმა ჩემგან საკმაოდ შორს ცხოვრობს. მოკლედ, რა თქმა უნდა, მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად გავიყვანო ეს დრო და დავბრუნდე. დღევანდელი თემა ესე მოვიფიქრე რა მინდა რომ ვისაუბრო ზოგადად ემიგრანტობაზე. მე მაგალითად ჯამში 10 წელზე მეტია, რაც ემიგრაციაში ვარ წამოსული. ეხლა მესამედ ნამდვილად არ ვიცი რამდენი წელს გავჩერდები. ვეცდები რომ ძალიან ბევრი წელი არ მომიწიოს აყოფნა. და ვეცდები რა თქმა უნდა რომ შეძლების დაგვარად სწრაფად მოვაგვარო ჩემი საქმეები. წავიწიო რა თქმა უნდა წინ, გავაკეთო ის რაც მიზნები მაქვს, მინდა რომ გავაკეთო და წავიდე. თუმცა არ ვიცი რამდენ ხანში მოვაგვარებ ჩემს საქმეებს. მოკლედ იმედი მაქვს რომ არ გამეწელება რა. ემიგრანტობაზე რა ვიცი რა ვთქვა. ვინც იცის და გამოცდილება გააქვთ ემიგრანტობის, იმათმა ზუსტად ვიცი რომ ვიცით როგორი რთულია ეს ყველაფერი. სიტყვა თვითონ ემიგრანტი გეუბნება რა ყველაფერს. რთულია ჩვენი ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა, საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა. მით უმეტეს რთულია მათთვის და მესმის ძალიან კარგად, ვისაც პატარა ბავშვები ყავთ დატოვებული, გისურვებთ მეგობრებო, ყველას გესურვებთ რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნებული იყავით თქვენ სამშობლოში, ისეთები როგორც თქვენ გინდათ რომ დაუბრუნდეთ თქვენს მშობლიურ ქვეყანას. წარმატებულები, მიზანდასახულები და ყველაფრის ასრულებას გისურვებთ 1000%-ით. რა თქმა უნდა, ჩემ თავსაც ვუსურვებ იგივეს. როგორც უკვე გითხარით, 10 წელზე მეტია. მე 11 წელია დაწყებული, რაც უკვე მესამე ჩამოვედი ათენში. და რა თქმა უნდა, როგორც ყველას მეც მაქვს ჩემი მიზნები, რომელიც მინდა რომ განვახორციელო, რა თქმა უნდა, ღმერთის წყალობით. ღმერთის გარეშე არაფერი არ ხდება, მით უმეტეს ჩემ შემთხვევაში მე ყოველთვის ვგრძნობ ღმერთის ხელს ჩემს ცხოვრებაში და ამისთვის რა თქმა უნდა ყოველთვის მადლიერი ვარ და რა ვიცი, ღმერთი რომ არა მე არაფერი ვიქნებოდი მის გარეშე მართლა. ერთადერთი ადამიანი რომელიც, რომელსაც
თქვენ უნდა დაუჯეროთ ერთადერთი ადამიანის გულს, რომელსაც თქვენ უნდა დაუჯეროთ, რა უნდა, როგორ უნდა და რანაირად უნდა, ეს ხართ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. იცოდეთ ეს მე მაგალითად ამ ყველაფერს ძალიან გვიან მივხვდი, რომ პირველ რიგში უპირველეს ყოვლის უნდა დავაყენოთ ჯერ ჩემი თავი და შემდეგ სხვა. მაგრამ თავარია რომ მივხვდი რა თქმა უნდა. ეხლა მართლა ეგრე ვარ. წლებია უკვე ჩემი თავს ვანიჭებ უპირატესობას, რა თქმა უნდა, ჩემს სურვილებს ვანიჭებ უპირატესობას, ჯერ მე ვარ და მერე სხვა დანარჩენი. არ ვიცი, ხა შეიძლება ზოგმა რაღაც გაიფიქროთ, რომ ან დაწეროთ კომენტარები, რომ ეს რას იძახის და ასე შემდეგ, მაგრამ დაფიჩერეთ, რომ ამ ყველაფერზე ბევრი წელი ვიმუშავე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ზუსტად ასე უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში, არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხართ, კაცი ხართ, ვინც არ უნდა იყოთ, ჯერ თქვენი თავი დააფასეთ, ძვირფასებო და მერე დააფასეთ სხვა დანარჩენი. დამიჯერეთ, რომ როცა თქვენი თავის ფასს ისწავლით და თქვენი თავი გეყვარებათ ისე, როგორც საჭიროა, მერე უკვე გადაფასებას დაიწყებთ ბევრი რაღაცის და ბევრ ამასაც მიხვდებით, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა. ესე რომ მიფიქრა მე წლების წინ, ჩემი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა. ეხლა თავ შევიკავ რაღაცეებისგან და კონკრეტება არ მინდა. მაგრამ ესე ზოგადად გეტყვით ჩემზე. უფრო სხვანაირი იქნებოდა კი ჩემი ცხოვრება. რა თქმა უნდა, უფრო წარმატებული ვიქნებოდი. უფრო თუნდაც კარიერის მხრივ რა მნიშვნელობა აქვს, რაღაცას გავაკეთებდი ჩემთვის უკეთეს, რა თქმა უნდა, რაც მე მომწონს, იმას მოვკიდებდი ხელს, მაგრამ არასდროს არ არის გვიანი. მართლა იქნება. სწავლა არასდროს არ არის გვიან, ჩემკარგებო. ჩვენი სურვილების სასრულება არასდროს არ არის გვიან. თავარია რომ ჯანმრთელები ვიყოთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში ეგ არის და დანარჩენი ყველაფერი წლებთან ერთად მოვა. ეს ისეა. თქვენს კი რა ხდება? დღეს ჩვენთან სიცხე იყო. არ ვიცი, სადღაც 31-32 გრადუსამდე იქნებოდა. თქვენთან რა ხდება? სიცხეები გაქვთ თქვენც? თქვენთანაც სიცხეებია? გონი რომ ეგრე იქნება. ისე დაკვირვებული ვარ, აი საბერძნეთში როგორი ამინდიც არის, დაახლოებით იგივე ამინდი არის უმეტესად საქართველოშიც. კი, ვაკვირდები ხოლმე, გებულობ ამინდს. ხო, ეს ივნისიც გავა. მალე და ძალიან კარგი მოვა მერე ივლისიც და აგვისტო. და დამთავრდება ჩვენი ზაფხულიც. დრო სწრაფად გადის, კი, რა თქმა უნდა, მე უფრო მეტად სწრაფად მინდა რომ გავიდეს დრო, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ისე რა მაგარი იქნებოდა, ეხლა ჩვენთვის ემიგრანტებისთვის ვიძახი ამ ყველაფერს, სპეციალური პუნქტი რომ მქონდეს. მეგობრებო, დავაჭერდით დღეს და გადავახვედით დროს წინ. ხო წავიწევდით წინ. ისე კარგი იქნებოდა. ზოგჯერ რას არ ვიტყვი რა, ზოგჯერ რას არ იტყვის ადამიანი. თქვენ რა შვებით, აბა დაწერეთ კომენტარებში.
რა საქმიანობთ, რითი ერთობით, ვისად მუშაობთ, ან ვინ მუშაობთ საერთოდ, ვინ დიას ახლისობთ, დამწერთ, ყველაფერი მაინტერესებს. მიჭორავეთ. ხო, გამოიწერეთ არხი, ჩემო კარგებო, ძალიან გთხოვთ, 500 ბევრი არ გვაკლია და ამიყვანეთ უცებათას გამომწერზე, ჩემი თხოვნა იქნება. კომენტარებში დამეწერა ერთმა, რომ უფრო ხშირად გადაიღე ვლოგებიო, რომ მეტი გამომწერი დააგროვო, მაგრამ თქვენ გონიათ, რომ მე არ მინდა, რომ ყოველდღიური ვლოგები გადავიღო, მინდა, მაგრამ ვერ ვიცლი, ჩემო კარგებო. ნამდვილად ვერ ვიცლი, ეხლაც აი შეხედეთ რა დროა და ეხლა ავიღე ტელეფონი ხელში და ვიღებ ვლოგს. თქვენთვის, რომ სულ ისე არ მინდა, რომ გავაკეთო, რომ საერთოდ არ მოვიდე, რამოდენიმე დღე ვარ გამოვჩდე, მინდა რომ გამოვჩდე და მინდა რომ უმეტესად დღე ჩავწერო, მაგრამ დღეს ნამდვილად ვერ მოვახერხე, გუშინ და გუშინ წინ მართლა საგიჟეთი მქონდა. აქ ჩემი ყოფნის დროს არ ვიცი რამდენად ხშირად შემოვალ ხოლმე და გადავიღებ ვლოგებს, მაგრამ როდესაც დავბრუნდები საქართველოში, თბილისში, ჩემ სახლში, აი ძალიან ხშირად იქნება ვლოგები, დღეში ორჯერ მაინც. და სხვათა შორის წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს. რაღაც მინდა გითხრათ, მაგრამ ჯერ არ მინდა, ახლა წინასწარ საუბარი არ მინდა, მე საერთოდ მოვა მაგის დროც და გეტყვით აუცილებლად. და დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა მომავალში დავბრუნდები საქართველოში და იქიდან უფრო საინტერესო ვლოგებს გადავიღებ. წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს. ასე რომ გამოიწერეთ არხი და მიყურეთ, გამოიწერეთ აუცილებლად, ძალიან გთხოვთ. ზოგი კი არა და უმეტესი მიყურებს გამოწერების გარეშე და ვერ ხვდები რატომ მიყურებთ ეგრე. ისე ნეტავაკად შეიძლებოდეს ეგრე, რომ აი როგორც Facebook გვერდია მაგალითად, როგორც TikTok-ია, რომ აი გამოწერის გარეშე ადამიანის ვიდეოებს ვერ ნახულობ. ხო ხვდებით რას ვიძახი. აქაც შესაძლებელი რომ იყოს ეგრე, რომ ეხლა მაგალითად ვინც არ მიწერს, იმას არ შეეძლოს, ვერ შეეძლოს ჩემი ვლოგების ყურება, ჩემი აზრით ეგ ძალიან კარგი იქნებოდა. და ესე რომ ვთქვათ, მინუსტანი იქნებოდა, რომ გამოეწერა საერთოდ ვლოგერების არხი. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? დამწერეთ აბა კომენტარებში. ესეთი რაღაც ხო კარგი იქნებოდა, რომ გამოწერილი თუ არ გეყოლება სიტყვაზე ადამიანი, იმის ვლოგებსაც ვერ უყურებდი. ისე ესეთი რაღაც უნდა იყოს. მარტო Facebook გვერდზე უნდა კონდეს ეს ჩაკეტვების ფუნქცია და პროფილის დახურვა. YouTube-საც უნდა კონდეს ჩემი აზრით და ჩემი აზრით მოვა ეგ დროც, რომ YouTube-საც ექნება ოდესმე ეგ ფუნქცია და ჩემთვის მაგალითად ძალიან კარგი იქნება. მინდა რომ მშვიდობიანი საღამო გისურვოთ ყველას, უფალი გფარავდეთ, ვინ სადაც არ უნდა იყოთ. პატარა ვიდეო ჩავწერე, პატარა გამოვიდა, მაგრამ არა უშავ, სულ არ მოსვლა სჯობდა, მგონი. როგორც გითხარი, წინ დიდი გეგმები მაქვს, ესევე ჩაგისვავთ ამ ვლოგს, არ დავამონტაჟებ, იმიტომ რომ ჯერ ერთი დროც არ მაქვს ეხლა და შევიდე და ბიბლიას დავიმხედო. ჩემი დრო ჯერ კიდევ, ჩემი დასვენების დრო კიდევ ჯერ არ დასრულებულა, ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ მუშაობის დრო. მოკლედ მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და სიტყვოთი, კარგები ხართ, მახარებს თქვენი დადებითი კომენტარების კითხვა, ყველას ვკითხულობ და შეძლების დაგვარადაც გცემთ პასუხს თუ არა, გიკულებთ მაინც. ძალიან მახარებთ
ძალიან კარგები ხართ, მოგიკითხავთ აქედან. გიორგის ვლოგს მოვიკითხავ, დიდი სითბოთი და დიდი სიყვარულით. ვერადეიდას მოვიკითხავ. ბებოს სახელი აღარ მახსოვს, მგონი თუ არ ვცდები ნელი ბებო ქვია. ვერადეიდას დედას. მოგიკითხავთ მოკლედ ჩემო. მართლა ძალიან მიხარია რომ თქვენაირი ადამიანები გავიცანით, ვიცი რომ მიყურებთ. ვიცოდეთ ტელეფონმა დარეკა და უცებ გავედი, გავქრი ესე რომ ვთქვათ. მოკლედ ახლა დაგემშვიდობებით. ყველაფერს კარგს გისურვებთ ლამას ცხოვრებაში, ჩემო კარგებო, გამოიწერეთ აუცილებლად ჩემი არხი და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. მადლობა ყველაფერისთვის, მადლობა ყურადღებისთვის. აქეთ გამოვედი წინა ივანზე, იმიტომ რომ აქ დენი არის, შუქი არის და უკეთესად ვჩან ვარ. უკვე დაღამდა ჩვენთან. თემებს რომ გეუბნებოდით, უკვე გეგმაში მაქვს. თემებს განვიხილავ თქვენთან ერთად ჩემ შემდეგ ვლოგში. იქნება რაღაც კონკრეტულ თემას შევარჩევ და იმ თემებზე გესაუბრებით. მგონი რომ ესე უფრო საინტერესო იქნება და რჩევებსაც გაგიზიარებთ, იმ რჩევებს, რაც მოკლედ ჩემს თავზე მექნება დატესტილი. ეს რჩევები იქნება თმის შესახებ, ფრჩხილების შესახებ, სახის კანის შესახებ და ასე შემდეგ. სხვა კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა და არ დამავიწყე. კიდევ მინდოდა იმის თქმა, ჩემო კარგებო, რომ ეხლა კვირას ლაივში შემოვალ. მე მგონი არ იქნება ცუდი აზრი, მაგრამ ის ზუსტად არ ვიცით, თქვენ როდის გცალიათ. კვირა დღეს მე მაქვს დასვენების დღე, იცით უკვე. კვირა დღეს გავდივარ და ვისვენებ. დილიდანვე, სადღაც 7 საათისთვის მე უკვე 8 წუთებზე უკვე ნელ-ნელა წამოვიდე სამსახურში და სავარაუდოდ დილით შემოვალ და ჩაგერთვებით ლაივში. მგონი კარგი აზრია, დამწერეთ კომენტარებში გინდა თუ არა რომ გავიდე ლაივში და თქვენ მირჩიეთ საათი, დაახლოებით რომე საათზე შემოვიდე ლაივში, რომ რა თქმა უნდა უფრო მეტი ხალხი იყოთ ჩემს გვერდზე და ვისაუბროთ და დრო გავიყვანოთ სასიამოვნოდ. მგონი კარგი აზრია, ხო? ნახოთ აბა როგორ იქნება პირველი ლაივი იქნება ჩემი, მგონი ჩავრთავ, არ ვიცი, საერთოდ მგონი რომ გავუგებ, არ იქნება რთული. ეხლა დაგემშვიდობებით ნამდვილად. გამემშვიდობის ყველას, უფალი გფარავდეთ, კარგები ხართ. გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ. აბა დროებით გამშვიდობები და კვირას მანამდეც გადავიღებ რა თქმა უნდა ვლოგს, მაგრამ კვირას არ დაგავიწყდეთ, ლაივს ჩავრთავ სადღაც დილის, ყველაზე გვიან დილის 12 საათიდან, ესე ვფიქრობ. აბა დროებით.